რუბრიკა იქნება შეცვალე, რაღაც სიტუაციას მე მაყურებელთან ერთად ავარჩევ და ამ სიტუაციის შესრულების დროს ნებისმიერ დროს შემიძლია შეგაცვლებინოთ მოქმედება ზარზე ან წინადადება, რასაც იტყვით ბოლოს და სანამ ზარი იქნება, ყოველ ჯერზე უნდა შეცვალოთ წინადადება ან მოქმედება. ყველა ზარზე ვცვლით. კი. ვის ზარზეც იქნება. ჩვენ რო იუმორინაც მოგვიხსენით. გუეტი იუმორი. გუნდებს სახელები დავარქვა? სხვა თაობის 14. იუმორინა და იქით. ჯერ იმად გააკეთონ, რომ ილო მიხვდეს. ოკეი, კი. სად მოვიდა? რა სიტუაციაში იყვნენ, შეგვიძლია შევარჩიოთ. ბანკეტი და ორი მოსწავლე, ან მასწავლებელი და მოსწავლე. აქტუალური არის. კიდე სხვა? ხო, აქტუალური არის პრინციპში. ბოლო ზარი იყოს, ცოტნე მოდი მართლა მანდატური იყოს, მოდი. მანდატური ვარ და ქორო იყოს მოსწავლე. ოკეი. სიტუაცია რას აკეთებდნენ, რა ხდებოდეს, ეგეთ შეგვიძლია შევარჩიოთ. ქორო საპირფარეშოში ეწეოდა სიგარეტს და პროპაგანდა. მე მაგას ვერ ვიზამ. მანდატური შევიდა. ხო. მანდატურმა შეუსწრო ამ დროს. კაი. ზარზე ცვლით ისოდეთ ბიჭები. არ მინდა. ახ, მე ვარ მოსწავლე? შენ ხარ მოსწავლე, ის არის მანდატური. კაი, შეგიძლია დაიწყოთ. შეცვალე ქორო. კიდე. რასაკეთებ, ბიჭო? ახალგაზრდა. რა შვებით? ბოლო ზარი მაქვს და ამაჩება დამირეკა რაღაც. შენ რომელი ხარ? სკოლის მანდატური ვარ მე. სკოლის მანდატური ვარ მე. აღარ მოეწევი მე. ფეხბურთზე დავდიოდი ახალგაზრდობაში. აბა, მეც. აუჩა. აბა. იო. ბოდიშ, რამე შევარ დამაწერ როგორც მანდატური, იმიტომ რომ მიყვარს ესეთი თქვენ დიდი თანამდებობა. კი, რა თქმა უნდა, აბა რას ვიზამ. კი, აბა. ლოცავ. წარმატებები. იდი ნახვი. მეცნობი საინაღას და ეს სკოლა ხო არ დაამთავრე შენ? ხო, ამ სკოლაში ვსწავლობდი. და თან ძალიან წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. და საშინელი მოსწავლე ვიყავი. ამაზე რზენი ადამიანი ვიყავი. მეც დირექტორის შვილი ვარ. არა, გატყუებ. ვსწავლობდი, მაგრამ გატყუებ. შენ ის ხარ კაცო, ჩემი ძმა დაკარგული. დაიკო. სერიალი დავდგი. დავაგეთ? არა, კაი, მოვიგეთ. წარმატებები ბიჭებო. ბოლოს გადადი და ვენეციულ. აბა თქვენიც. ილო არის მხატვარი, ხატავს კალას ამ შემთხვევაში და კალა არის ნატურა და ну რაღაც პოზა აქვს მიღებული რა ჩორტიოსნაირად. კაი, შეგვიძლია დავიწყოთ. Bonjour. გამარჯობა. ვინმე უთქვა შეთვის რომ ფრესკა ხარ? ჯიგარო, რა ხარ? აი 20 ლარა დაგხატავსო უწებო. ხო, არა, ეგრე. 25 ლარა დაგხატავსო, 30 ლარა 50 ლარა? არ შევსდი ფრესკა შუა საუკუნეების. მოდი, მე ვგიჟდები გდებურებზე. შეიძლება გავაგზავნო. რამდენი გინდა? 50 ლარი და შევთანხმდეთ ჯიგარო. ხო შევთანხმდით ფულზე და რატომ ალაპარაკებთ ამდენზე ხარ? თუ გსმენია როდესმე ფალოსის კულტზე. სულ ეგარ მესმის ბიჭების უმაგაზე არ ვლაპარაკობ, გასო. ფალოსის არა, სხვა რაღაცების უფრო. არა. ფალოსი იქნება ეხლა თუ არ დამხატეთ ხარა. ფალოსით უნდა დამხატოთ თუ უფალოსოთ? მაგას მე გადავწყვეტავ.
შეცვალე იყო? იცით რატო გეკითხებით, იმიტომ რომ ბოლოს მე რო ეს ვკითხე ვიღაცამ მიგასუხა რომ ეს ბალოსი რა ჩემი ასე რომ რამდენი ლარი მაგარ ალა, შენ. საბოლოოდ მოიცა მასწავლე. აუ მე ნელ-ნელა თან უახლოვდები და უკვე მეშინია ხო? აი, გადავიდეთ ახლა ხატვაზე, ხო? რა პოზაში დავდო? ხატვა. თუ შეიძლება იცით რა არის მაქსიმალურად მიიღეთ ისეთი პოზა, რომ თქვენ ხართ შეყვარებული, თან ტაბუ დაარღვიეთ. შეცვალე იყო? მიიღეთ ისეთი პოზა, რომ მოეშვით ბოლომდე. იქცენით აქ დიაფრაგმაში სუნთქვა თუ შეიძლება. ტრაკი დააყენეთ ერთად. სად დავაყენო ჯიგარო, აი რო თან რომ დამხატო. თუ შეიძლება იქით ძალიან ძვირფასი ნახატები, აი შუაში რო დააყენოთ შუაში ტრაკი. აი დავაყენო. სადღაც აქ დააყენეთ ტრაკი, დიახ. ალა, შეცვალე? მე შევცვალო? ვაშლის არ პროპორციები. გასწორთ ეს? ხელი. მეორე ხელი აქ. აი ეს მშვენიერი ღმერთო ჩემო. ჯიგარო დაირიცხება მალე ფული. არა. მშვენიერი ფული დაგერიცხება და ნაღდი ანგარიშტორება გნებავთ თუ თქვენ პატრონი გყავთ? ან გავარ ახლა პატრონიას მე. არა მე უბრალოდ პატრონი მამაჩემს არის ხო ესეთი კაცი არის ზუსტად. ბაბუა ჩემი. ოღონდ ესეთი. დიდი ბაბუა ხატვარი იყო ისიც. აღარ მინდა. ძალიან გაგიტრაგე, მაგრამ აბრუნდით?